ой, ცემი თბილი და ღუნღულა დედლე ბატკადი ვენალი. ცემი პუპულა ბატკადი ვენალი. მოგესალმებით, როგორ ხართ? იმედია ყველა კარგად ხართ. იმედია ყველას გაქვთ მშვიდობა და განწყობა იმის, რომ რამდენიმე წუთი გაატაროთ ჩემთან ერთად. ახალი ვლოგი მოგიტანეთ. დილიდან აქეთ ბუბუნები ვრობდა ძალიან კარგად იქით დათა. რაღაცა манипуляციებით ცდილობდა რომ ჩიფსი გვეყიდა. ზოგადად მინიმუმამდე მინდა დავიყვანო ასეთი რამეები და ცდილობთ ძალიან, მაგრამ რასაც უშლი ბავშვებს მაინც და მაინც ისუნდათ. აი აქაც მაგას იხვეწებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში არ გაუვიდა. დავიწყოთ საქმე, მივხედოთ სათავსოებს, რომელიც ძალიან სწრაფად ირევა. გულიანად კი დავალაგე და გულიანად ვალაგებ ხოლმე, მაგრამ მაქსიმუმ 2-3 დღე ყოფნით ისევ თავდაყირად გება. თუმცა რაღაცა ეს პროცესიც მომწონს, სიმართლე რომ გითხრათ. თუმცა ხანდახან ახლა წავუყურებ ხოლმე და თვალსაც ფუჭავ, ვითომ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ძალიან მალე ირევა. არა მხოლოდ ბავშვები, სხვათა შორის მეც საკმაოდ ვაქაოსებ ხოლმე ჩემს სათავსოს და ზოგადად აი როდესაც შიგნეულობა, ისეთი შიდა სივრცეები მაქვს მოწესრიგებული, შინაგანი განწყობა და ზოგადად მთელი ჩემი სულიერი სამყარო უფრო დალაგებულია. თუმცა კარგი განწყობისთვის მხოლოდ დალაგება არ არის საკმარი. კი არა და სულაც არ არის ხანდახან საჭირო მთელი დღე იდგე და ალაგო. რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა არ გვაქვს საამისო განწყობა და რაღაცა გული უფრო სხვა რამეს გთხოვს. ამიტომ ერთი დღით ვართ ამ წუთი სოფელში, სტუმრები და რაც გვინდა ის უნდა გავაკეთოთ. არ გინდა დალაგება. დაჭიგი, წამოწეგი, მიდექი, მოდექი რაღაც სხვა მოიფიქრე. რა პრობლემაა? არანაირი. გაახსოვდეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ თქვენ წილ საქმეს არასოდეს არავინ გააკეთებს. გადმოვინაცვლოთ ჩემ ოთახში, ჩემ სათავსოსთან, სადაც თავის მოვლის საშუალებები და კიდევ 1000 ოხერი წვრილმანი მეყრია. აქაურობაც იქიდან გამომდინარე, რომ დღეში რამდენჯერმე მიწევს შეხება ამ სათავსოსთან, ირევა სწრაფად და მოვწმინდოთ და დავახარისხოთ. პირველ რიგში მოვიძიოთ რაიმე კარგი საყურებელი ან მოსასმენი, იმიტომ რომ ასეთი რუტინული საქმის კეთების დროს ცადეთ, ვინც ამას არ აკეთებთ და მიჯერეთ, რომ ირთვლებთ თქვენ საქმეს. ერთხელ მოსინჯეთ და თქვენ ნახავთ, როგორ სწრაფად გააკეთებთ და როგორ ესე ხალისიანად, ისე რომ ვერც გაიგებთ, ისე გახვალთ ბოლოში. აქ ეს ორგანიზერი რამდენჯერმე ამებლანდა, რომ დავშალე, ბევრი ნაწილისგან შედგება და რომ ამოვათავისუფლე, დამავიწყდა როგორ იყო. ძლივს დავუბრუნე საწყის მდგომარეობას. სხვათა შორის ძალიან კარგად გამომადგა ეს ჩინეთის ამბავია, ხო იცით, მე და ჩინეთი ძალიან მეგობრობთ, ხო და იქიდან მაქვს გამოწერილი და ძალიან კარგი გამოდგა მოკლედ. შესანიშნავად ვახარისხებ ყველაფერს, რაზეც მანამდე ვწუწუნებდი ხოლმე, ამ ორგანიზერის გამოწერის შემდეგ, ხო ხედავთ, სუნთქს აღარ ვიღებ. ხბას აღარ ვიღებ, აღარ ვწუწუნებ. გადასარევად ეტევა ყველაფერი, დახარისხებულია და რაღაცა ცოტა თუ არ დამეზარება და ხელს შევავლებ ხოლმე, ძალიან კარგად არის ყველაფერი თავის ადგილზე. აი, აქ გავიჭედე. ამიტომ ხელახლა მომიწია გადაწყობა რაღაცა მინიმალურ გადალაგებაში უკვე ჩაეტია.
თან ზუსტად ეტევა, აბსოლუტურად ყველა ნაჭერი სრულად ეტევა. ჩემი აი ეს უჯრა არის 1 მეტრი ზუსტად. შესაბამისად, ეს ორგანიზერიც ზუსტად თავსდება აქ. დავასრულე, სხვათა შორის ბოლოს რომ გეუბნებოდით რაღაც სერიალზე შევჯექი თქო, ეგ სერიალიც დავასრულე. ახლა არ ვიცი რას ვუყურო. ჯერ არაფერი შემირჩევია, შესაბამისად რაღაცა პატარ-პატარებით ვერთობი. გადავიდეთ, გადავინაცვლოთ სამზარეულოში და დავიწყოთ ჩვენი ბედკრული აი საიდან სად ნაცრევი ყვავილების ჩარგვა, რომლებიც გზაში ხომ მოვსპე. რაც აქვე მაჩუქეს, მე წავედი მესანამ თბილისი მოვიარე, ესენი ჩამოჭკნა და ჩამოხმა. იქეთ ახლა გვანცასგან წამოვიღე კიდევ რაღაც რამდენიმე ყვავილი, ძალიან კარგები ესე ვარჩევ ხოლმე რა. რას გავახარებ და რას ვერ, რას მოვუვლი და რას ვერ. და რა თქმა უნდა რაოდენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ბევრს ვერ, მაგრამ ამასობაში მგონი დამიგროვდა და ახლა აი ამ ყვავილებიდან, რომელსაც ჩავრგავ თქვენს თვალწინ და ყველამ თუ გაიხარა, მე ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ოღონდ მართლა არ ვიცი, სად უნდა წავიღო. აი ჯერ რო გამეტანა და წყალი მერე დამესხა რა. როგორც კი თავს წამოყოფენ, ეგრევე გადავრგავ ახლა წინ სათითაოდ რო ჩავრგო. არ მინდა რომ სათითაოდ კოთნიკში ჩავალაგო და ბოლოს ვერ გავახარო. როგორც კი მივხვდები რომ გაიხარეს, ეგრევე გადავრგავ. The sun is shining ზიც ასე. ჩავრგე თითო ქოთანში 2 და ერთგან 3, იმიტომ რომ მესამე საერთოდ არც მგონია თუ გაიხარებს. რაღაცნაირად არ მომწონს ეთქვა გზაში დავაზიანეთ. თუ გაიხარა და მივხვდი რომ ცოტა გამართა ღერო და ყურები ასწია, მოკლედ ეგრევე გადავარგავ. ნახოთ რა იქნება. ამის საყვარელი საძილე ადგილი უნდა გაჩვენოთ. აი რატო შეიტენება ხოლმე იქ, ოღონდ არ ვიცი. სანამ ჩემი ყავა დუღდება, ბარემ წაკიჭორავებით. ეს დღეები დავეძებ კოტეჯს. ან ადგილს. გარემო ლამაზი რომ იყოს. აი გადავქექე ყველაფერი. ხო აუცილებელი პირობა არის ის რომ აუზი მინდა. მე კი არა ვარ საერთოდ არც მზის არც წყლის და საერთოდ არაფერი მსგავსის მოყვარული, მაგრამ გიორგისთვის მინდა, გიორგი არის წყლის გიჟი. და ერთი დღე მინდა გიორგისთვის. ამ თვეში. ხო და ვერაფერიც ვერ ვნახე. რაც ვნახე და რაც ასე თუ ისე მისაღები იყო ჩემთვის გარემოც, სიტუაციაც და სხვათა შორის ფასიც 1-2-გან ადგილი არისო და ჯავშნილია.
დიდი ხნით ვერსად ანუ ნახე 1 ან 2 დღით მინდა და სადღაც შორს ვერ ავიყრები ახლა ბავშვებით არ ვეძებ ძირითადად ჩემს ირგვლივ რა ანუ ახლოს და უფრო სურავისკენ და თან ისეთ ადგილზე მინდა და ისეთი ადგილი მინდა სადაც არ ყოფილვართ ანუ სურავში კი ბევრჯერ ვართ ნამყოფები მაგრამ აი ისეთი რაღაც მინდა სადაც ჯერ არ ვარ ნამყოფი ხო და ზოგს კიდევ ისეთი ფასი აქვს, გეფიცები დაამატებთ ცოტას და ზღვაზე წახვალ 1-3-4 დღით. ვინაიდან ზღვა არანაირად არ არის წელს გეგმაში. ისე რომ ვერაფერიც ვერ ვნახე. კი არ მახსოვს შაქარი ჩავყარე თუ არა. ვერაფერი ვერ ვნახე რა. ჯერჯერობით ისევ გაუკრებლობაში ვარ. აუზიც არ მინდა იყოს რაღაცა 2 კვადრატული და ფეხადრო ვერ ეტევიან. ეგეთიც არ მინდოდა. ნუ მოგეთ მოთხოვნები გვაქვს. მაგრამ რაღაც ვერ შევარჩიე რა. აქ ვერ შევარჩიე სამწუხაროდ. რაც მომეწონა, რაც ყველაფერი მაგმაყოფილებდა, სამწუხაროდ დაჯავშნილი აღმოჩნდა. მაგრამ არა უშავს რაღაცას მოვიფიქრე. ესეთი ამბები. წავედი ხა, გავწრუყავ მე ჩოყავას. მე ბუბიშკას გავასეირნებ. ამით დავასრულებ დღევანდელ დღესაც და ვლოგსაც. მადლობა რომ მიყურებთ ხოლმე, მადლობა რომ მელოდებით ხოლმე. ძველ ვიდეოებზე რომ მიწერება კომენტარი და მიხარია ესე რომ მოგეწონება რაღაც ცით გადაყვები. ძალიან კარგი. ძალიანაც მოგეწონს და ძალიანაც სასიამოვნოა ეგ ამბავი. შემდეგი ვლოგიც მალე იქნება. მოყვებათ ფეხებში ალბათ. იმედი მაქვს.